Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებ ჩვენ საინტერესო თემების, ბიბლიური თემებზე საუბარს და დღეს გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. რამოდენიმე კითხვა დამისვეს ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა გამომწერებმა და თხოვეს რომ მეპასუხა და ამიტომ გადავწყვიტე ეს ორი კითხვა ამოვარჩიე დღეს, რადგანაც ერთ თემას აერთიანებს და გადავწყვიტე რომ ერთ ვიდეოში გამეკეთები ეს კითხვას და პასუხი. Გამეცა ერთი ვიდეოთი. მაგრამ სანამ უშუალოდ ჩვენ დავიწყებთ ჩვენი კითხვა-პასუხის რეჟიმს, მინდა ჩემს გამომწერებს ყველამ მოიწონოთ ეს ვიდეო, აუცილებლად გააზიაროთ, რადგანაც თქვენი გაზიარება ეხმარება არხის განვითარებას და გავრცელებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მონაწილეობდეთ ამაში და ვისაც ფინანსური დახმარება გინდა და გულში დგომა, ყველა ჩვენი ვიდეოს ქვემოთ არის ჩვენი საბანკო რეგვიზიტები, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენთვის ასურული თანხა. მაგრამ ასევე ვისაც გინდა თქვენ ფინანსურად ჩვენ დაგვეხმოთ, მაგრამ არა გაქვთ საშუალება, მე ბევრმა დამიწერა და ამიტომ ვთხოვთ, თუ არა გაქვთ საშუალება, თქვენი გაზიარება ეს იქნება იგივე ამაში მონაწილეობა. როდესაც თქვენ გააზიარებთ, ეს იქნება ეს ხელს უწყობს არხის გავრცელებას და უფრო მეტი და მეტი მნახველი ეყოლება. ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება მეტი გაავრცელოთ და გაავრცელოთ. თუ არ კომენტარის დაწერაც არ გინდათ და მოწონებაც არ გინდათ, ეს გაზიარება მაინც არ დაგავიწყოთ, რადგანაც გააზიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მონაწილეობდეთ ამ ვიდეოების გავრცელებაში, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ესაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ ასე დავიწყებთ ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმს და ესეთი კითხვა დამისვა ჩემმა მეგობარმა. მე ამოუბეჭდი აქ და ამიტომ მინდა წაგიკითხოთ თქვენ. გამარჯობათ ბატონო გიორგი, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან და თუ შეიძლება პასუხი რო გამცეთ თქვენთვის სასურველი ფორმატით. გამიგია მოსაზრება რომ ქრისტიანობა არაებრაელებისათვისაა და ებრაელებს არ ჭირდებათ ქრისტიანობის მიღება. სხვა მისია ნამდვილად არსებობს თუ არა ასეთი მოსაზრება და თუ კი მაშინ რამდენად ეთანხმებით თქვენ. ებრაელებს რომ მისია აქვს გასაგებია, მაგრამ ქრისტიანობის მიღების კონტექსტში როგორ აგვიხსნით? მაშინ ეს პირველი შეკითხვა არის, რომელიც ავტორი გვეუბნება, რომ საჭიროა თუ არა ებრაელებმა მიიღოს ქრისტიანობა. შემოკარგებო, ეს კითხვა რო დაუსვა ქრისტიან ადამიანისათვის, ქრისტიან ადამიანისათვის ეს ჩვეულებრივია. მაგრამ როდესაც ჩვენ ამ კითხვას ვისვამ ებრაელ ადამიანს, ეს მისთვის არაკორექტულია და შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოს. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ქრისტიანობის დეფინიცია, როდესაც ჩვენ მოვისაზრებთ როგორც ქრისტიანობის მიღებაში, გულისხმობდა შუა საუკუნეებში და ადრეულ საუკუნეებში, როდესაც ეკლესია გახდა სახელმწიფო რელიგია, როდესაც ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია, მაშინ მოისაზრება თავის თავში, რომ ებრაელი, რომელიც გახდება ქრისტიანი, მან უნდა უარყოს ებრაელობა, მან აღარ უნდა დაიცვას შაბათი, მან უნდა ჭამოს ღორის ხორცი, მან აღარ უნდა იაროს სინაგოგაში, მან აღარ უნდა ილოცოს ებრაული ლოცვები, რომელიც არის შმა ისრაელ, ანუ იგივე ბარუხათა ადონაი, ან და ეს ლოცვა კადიში, ან ამიდა ეს ებრაული ტრადიციული ლოცვები, მან ეს არ უნდა გააკეთოს. არამედ მან უნდა დაიწყოს ეკლესიაში კვირაობით სიარული, დაესწროს მესებს, ჭამოს ღორის ხორცი, ილოცოს ღვთისმშობელ მარიამზე და ასე და შემდეგ. თუ ამ მოსაზრებას მიუდგებით, მაშინ ნამდვილად არ უნდა მიიღოს ქრისტიანობა ებრაელებმა. რადგანაც ეს საერთოდ უარყოფს თელ მის სწავლებას, რომელშიც ის არის. მას რაში მდგომარეობს საქმე? დღესდღეობით ისრაელში მცხოვრები ებრაელები, რომლებსაც სწამთ იესო ქრისტეს მესიები, ისინი თავს იდენტიფიცირებენ როგორც მესიანული იუდეველები. მესიანი იუდეველები ნიშნავს იმას, რომ ივრითულად ასე არის მაშიხი იეჰუდი. ნიშნავს იუდეველები, რომლებიც აღიარებენ იესო ქრისტეს როგორც მესიას. მაგრამ ისინი რჩებიან ებრაელებად. თავისი ნაციონალური ფესვებს ისინი არ კარგავენ და
ჩვენ ეკლესიის ისტორიის მანძილს თუ წავიკითხავთ, მესამე საუკუნემდე, მეოთხე საუკუნემდე ნიკეას კრებამდე არსებობდა ებრაელების თემი, რომლებიც მისდევდნენ იესო ქრისტეს სწავლებას, მაგრამ ისინი რჩებოდნენ ებრაელებად. ისინი იკრიბებოდნენ სინაგოგებში, ისინი ლოცულობდნენ ებრაულ სინაგოგებში, ისინი სწავლობდნენ თორას, ისინი იცავდნენ ყველა საუფლო დღესასწაულს, რომელიც არის ბიბლიაში და ასევე იცავდნენ შაბათს. ამ გაგებით თუ გულისხმობთ ებრაელებს საჭიროებს თუ არა მესიის აღიარება, დიახ, საჭიროებს და აუცილებელიცაა. მაგრამ მოსაზრება, რომელიც არსებობს ებრაელებს არ ჭირდება ქრისტიანობა, ეს მოსაზრება ეს ახალი არ არის, ეს მოდის 1967 წლიდან, როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ, როდესაც ბოლო მსოფლიო კრება ჰქონდა კათოლიკურ ეკლესიას, მან დაგმო თავისი წარსულის სწავლება, რომელიც იყო ანტისემიტური და ეს სწავლება მოისაზრებდა იმას, რომ ეკლესიამ ჩაანაცვლა ისრაელი და ღმერთმა უარყო ებრაელი ხალხი. ეს სწავლება კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად უარყო და გამოაცხადა, რომ შეგვეშალა, მაგრამ აქ უკვე მეორე უკიდურესობაში გადავარდა კათოლიკური ეკლესია და რომელიც ამბობს, რომ ებრაელს არ ჭირდება მესია, არ ჭირდება იესო ქრისტე, მათ არ ჭირდება ნათლობა, როგორც ასეა, რადგანაც ქრისტიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფუნქცია, თეზისი, პუნქტი ეს არის ნათლობა და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. მათ არ ჭირდება ეს, რადგანაც ღმერთს თავისი საქმე აქვს ებრაელებთან და თავისებურად მიხედავს. ანუ ებრაელები გამართლებიან ჯულის მიხედვით და თითქოს ამის გამყარებას ხედავენ გალათათა წერილებში, როდესაც პავლე ამბობს, ვისაც ჯულით გამართლება უნდა, ჯულით გაიმართლებს თავს. მაგრამ აქვე პავლე ამბობს, რომ ჯულით გამართლება არ არის. საქმე იმაშია, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ, როდესაც მოწყნა, ანუ საერთოდ მსოფლიო ეკლესია, როდესაც მოწყნა, მაშინ არ არსებობდა კათოლიკური და მართლმადიდებლური არამედ ერთი ეკლესია იყო. როდესაც მოწყნა ებრაულ ფესვებს და მასში შემოვიდა ელენური სწავლება, მათ დამახინჯებულად გაიგეს პავლეს სიტყვები, როდესაც პავლე ამბობს მაგალითად, ჯულით გამართლება ვერავინ ხორცელი ვერ გამართლება ჯულის საქმეები. და ეს კლიშე აიტაცა ქრისტიანობამ და თითქოს ქრისტიანობა ყოველთვის ცდილობდა ამბობდა, რომ ებრაელები ყოველთვის ცდილობენ ჯულით გამართლებას. სინამდვილეში ებრაელები არასდროს არ მართლებოდნენ ჯულით, არც ძველ აღთქმაში და არც ახალი აღთქმის პერიოდში. ყველა მართლებოდა რწმენით და მართალი იცოცხლებს რწმენით, ეს არის ძველი აღთქმიდან აღებული მოსაზრება, რომელსაც ამბობს ამბაკუმ წინასწარმეტყველი, როდესაც პავლე მოციქული ციტირებს მართალი იცოცხლებს რწმენით. ეს ყველაფერი იყო დიდი გაუგებრობა და მე მესმის კათოლიკური ეკლესიის სიფრთხილე ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვა, რომ ებრაელებს არ ჭირდება. სამწუხაროდ ეს ტენდენცია ბევრმა თანამედროვე ბრჭყალებში, თქვა, ლიბერალურმა პროტესტანტულმა ეკლესიებმა წაიტაცეს და მათ თქვეს, რომ ებრაელებს არ ჭირდებათ იესო ქრისტე. ებრაელებს ჭირდებათ იესო ქრისტე, მაგრამ ებრაელებს არ ჭირდებათ ქრისტიანობის ის ფორმა, რომელიც დღეს არსებობს. ამაშია განსხვავება და ეს არის ჩემი პასუხი მათთვის. ებრაელს ჭირდება ებრაელი იესო ქრისტე და არა ბერძნული და ეკლესიაში მოხატული ქერათმიანი ცისფერთვალება ქრისტე. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ებრაელებს ჭირდება თავიანთი ებრაელი მესია, ებრაელი მაშიახი. ებრაელებს ჭირდება იეშუა ჰამაშიახი, რომელიც არის ჭეშმარიტი მაშიახი. ამას ეს ებრაელებს ჭირდება, რადგანაც თავად პირველი შიმონი, პირველი რაბი რო ვთქვათ, პირველი ეკლესიისა, მან თქვა, რომ სხვაში არავისი არ არის ხსნა, ხსნა ანუ იეშუა. სხვაში არ არსებობს ხსნა და არც მიეცემა ცისქვეშეთში სხვა სახელი, რომლითაც მოხდება დახსნა. ზოგიერთ თარგმანში გადარჩენა, მაგრამ ორიგინალში დახსნა წერია. დახსნა. ანუ ებრაელს ჭირდება ხსნა, ხსნა რისგან? ხსნა ამ ძველი ბუნებისაგან, ძველი კაცისაგან, ცოდვებისაგან. ამის დახსნა არის იეშუა ჰამაშიახი. და ეს არის აუცილებელი. ამიტომ ჭირდებათ ებრაელებს
იეშუა. მაგრამ მათ არ ჭირდებათ ის ქრისტიანული რელიგია, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ და ამაში ძალიან სრულებით ვეთანხმები ებრაელებს, იმაში რომ მათ არ ჭირდებათ. ამიტომაც ისრაელში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანები ყოველთვის ამბობენ, რომ ჩვენ არა ვართ ქრისტიანები. რადგანაც პირველი ქრისტეს მიმდევრები არასდროს არ თავის თავს იდენტიფიცირებას არ უკეთებდნენ როგორც ქრისტიანები. ისინი ამბობენ, იესო ნაზარეველის გზის გამაგრძელებლები ვართ ჩვენ. და პავლე მოციქულიც ამას ამბობს, რომ მე ამ ნაზარეველთა გზას ვადგავარ. როდესაც ის აგრიპას წინაშე დგას და ამბობს. ეს მოციქულთა საქმეებში ჩაწერილი შეგიძლიათ ნახოთ თქვენ თვითონაც. მაშასა შევაჯამოთ შენი კითხვა და ჩემი პასუხი ერთად. ებრაელებს არ ჭირდება ქრისტიანობის ის ფორმა, რომელიც დღეს არსებობს, მაგრამ ებრაელებს ჭირდება ქრისტე. წარმართებს ჭირდება ქრისტე. მაგრამ წარმართებს რამდენად ჭირდება ქრისტიანობის ეს ფორმა, ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ თუ გინდათ ჩვენ. და სხვა დროს გავაკეთებ ვრცელი ვიდეოს ამაზე, რამდენად ეს იყო ეს ყველაფერი. მეორე კითხვა იყო, კიდევ მოდი მეორეც წავიკითხოთ. მეორე კითხვაც ესეთი იყო. მეორე კითხვა. გამიგია მოსაზრება, რომ ვინაიდან მაკედონელი ელენიზაციას ეწეოდა და ბერძნული ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტეს დროს, ბიბლიაც იწერებოდა ბერძნულად. ლუკა მახარობელის ბერძენი იყო. რამდენად სწორი მოსაზრებაა და რეალურად დედანი რა ენაზე იწერებოდა? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც ბოლომდე 100%-იან პასუხს არ იძლევა. რაც შეეხება ლუკა მახარობელი იყო ბერძენი, ამას ამბობს ეკლესიის ტრადიცია. სხვა წყარო ჩვენ არ გვაქვს, რომ დავეყრდნოთ, რომ ლუკა მახარობელი მაგალითად იყო ბერძენი. მაგრამ ტექსტების კვლევარები, ვინც კარგად იკვლევენ ტექსტოლოგია, რასაც ჩვენ გვასწავლის, ტექსტოლოგია ამბობს, რომ ლუკა იყო ელენი ებრაელი. ანუ ებრაელი, რომელიც იყო ელენების სახელმწიფოში და როგორც პავლე იყო ელენი ებრაელი, რო ვთქვათ, იუდეველი, მაგრამ ტარსოში დაბადებული, ასე იყო ლუკაც ებრაელი, რომელიც იყო დაიბადა ისრაელის გარეთ, მაგრამ ის იყო ებრაელი. რატო და ამის პასუხს იძლევა, როდესაც პავლე მოციქული შედის ტაძარში და შეყავს ტიმოთე და ტიტე, მას პავლეს აუხენდრებიან ტიტეს გამო, რომ წინა და უცვეთელიო შეიყვანაო ტაძარშიო. ლუკა ყვება იქ პირველ პირში. ანუ ლუკა ყვება იმას, როგორც დამსწრე მომსწრე ამ ყველაფრისა და აქედან გამომდინარე, რომ ლუკაც იყო შესული ტაძარში და ლუკა იყო თუ წინადაცველი არ იქნებოდა ლუკა მახარობელი, ანუ თუ ის არ იქნებოდა იუდეველი, ანუ ებრაელი, ის ვერ შეყვებოდა პავლე მოციქულს. აქედან გამომდინარე, ტექსტოლოგები უშობენ ამ ვარაუდს, რომ ლუკა მახარობელიც იყო ებრაელი. სავსებით ლოგიკური არგუმენტია. პლუს ამას ყველაზე თანამედროვე ლოგიკური არგუმენტი ის იყო ექიმი და ყველა კარგი ექიმი ებრაელი ექიმია. ამაზე იმედი არავინ არ შემეკამათებთ. ეს ის ლირიკული ხუმრობა. ჩემო მეგობრებო, არ გეწყინოთ. რაც შეეხება სახარების ტექსტებს, რომელიც ბერძნულად დაიწერა, მაგალითად ორიგენე, ესეც ეკლესიის მამა იყო, რომელიც მოღვაწეობდა მეორე საუკუნეში. მან აქვს ნათქვამი, რომ მან თავისი თვალით იხილა მათე სახარება ებრაულ ენაზე. ასევე არის ვერსია, რომ იოანეს სახარებაც არის დაწერილი ებრაულ ენაზე, მაგრამ ჩვენ არ შემოგჩა ეს ებრაული დედნები, მაგრამ შემოგჩა ის ასლები, რომელიც იწერებოდა უკვე ბერძნულად. რადგანაც იმაში სწორი ხარ, რომ მაკედონელი ცდილობდა ელენიზაციის და მაკედონიის იმპერია, როდესაც უკვე თავდებოდა და თავს წამოჭიმა რომის იმპერია. რომის იმპერია იყო ლათინური ენის მატარებელი, მაგრამ იმდენად დიდი ზეგავლენის ქვეშ მოხდა რომის იმპერია ბერძნული კულტურასა და ელენურ კულტურას
კულტურაში, რომ მათმაც დაიწყეს ბერძნულ ენას სწავლა და ბერძნულ ენის გამოყენება. გარდა ამისა, შუა აღმოსავლეთ, რომელიც ადრე შედიოდა მაკედონიის იმპერიაში, თითქმის ყველა მიცოდა ბერძნული ენა. იმიტომ რომ ძალიან გავრცელებული იყო ბერძნული ენა და ამიტომაც ყველასათვის რომ გასაგები ყოფილიყო სახარების ტექსტები, რადგანაც ეკლესია იზრდებოდა, მრავლდებოდა, ბევრი ხალხი ექცეოდა, ამიტომ საჭიროებდა ტექსტების თარგმნას. ბერძნულ თარგმნას და ამიტომაც ითარგმნა სახარების ტექსტები ბერძნულ ენაზე. ყველაზე ადრინდელი ასლი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ბერძნული ტექსტის თარიღდება მესამე საუკუნის დასაწყისში, რაღაც 270 წლის თუ 280 წლის ტექსტი. და ისიც მცირე ტექსტია შემორჩენილი, რომელიც არის ბერძნულ ენაზე შემორჩენილი. დანარჩენი ყველა სრული ტექსტები რაც არის, ყველა ასლი ეს ყველაზე თარიღდება მეოთხე საუკუნით უკვე. სრული ახალი ახლის ტექსტებს გულისხმობ, თარიღდება ყველა მეოთხე საუკუნით. გარდა ამისა არსებობს ასე სინაის კოდექსი, რომელზეც მიდის კამათი და ამბობენ, რომ ეს არის მესამე საუკუნის ტექსტებიო. ზოგი ემხრობა ამას, ზოგი არ ემხრობა ამას, მას ვერ გეტყვით, ამ აზრები გაყოფილია. და მე უშევ ვარაუდს, რომ სახარებები, რომელიც დაიწერა თავდაპირველად დაიწერა ებრაულ ენაზე, მათეს სახარება და იოანეს სახარება, ეს არის ამას ტექსტოლოგებიც ამბობენ, რომ ეს უეჭველი დაიწერა ებრაულ ენაზე, რადგანაც მათეს სახარებაში და იოანეს სახარებაში იმდენი ებრაული იდიომაა, რომელიც შენ ებრაულად რო თარგმნი ამ ტექსტებს, ებრაელი ყურისათვის ადვილად მისახვედრია, რაზე მიდის საუბარი. ბერძნებისათვის მაშინდელი ეს ტექსტები მათთვისაც უცხო იყო ის, რასაც იესო ასწავლიდა. ამიტომ ბერძნებისათვის ცოტა გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. ამიტომაც მათ შემოიღეს შემდეგ, როდესაც ებრაულ ფესვებს მოწყდნენ ბერძნული ფილოსოფიური ინსტრუმენტები ამ ტექსტების გასამარტებლად. და ამაში დაუშვა მაშინ დიდი შეცდომა მაშინდელმა ეკლესიამ და დღევანდელმა ეკლესიის 70%, რომელიც კიდევ ისევ ამ ელენურ მიდგომებს იყენებს, ფილოსოფიურ მიდგომებს იყენებს ებრაულ ტექსტებთან. რადგანაც ებრაული სამყარო და ელენური სამყარო კარდინალურად განსხვავებული სამყაროებია ერთმანეთთან და სხვადასხვა ორი ურთიერთგამომცხვავი სამყაროა რო იცოდე. ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ ტექსტოლოგები ამბობენ, რომ ის რაც მათეს სახარება, რომელიც არსებობს დღეს ებრაულ ენაზე, მე-12 საუკუნეში იყო პიროვნება, სახელი ბოდიში არ მახსოვს, უბრალოდ ებრაელი პიროვნება იყო, ვინც თარგმნა მათეს სახარება ბერძნულად ებრაულად იმის გამო, რომ მას უნდა დაემტკიცებინა, რომ სახარება ცდებოდა. მაგრამ როცა მან თარგმნა, ის გახდა ქრისტიანი. იწამა იესო ქრისტე. იმიტომ რომ მიხვდა, რომ ის რასაც სახარებებს წერია, ეს არის სუფთა ებრაული წიგნი. იმედია გავეცი პასუხი შენ კითხვებს. ორი შეკითხვა იყო, რომელიც გავაკეთეთ ვიდეო. ეს არის პირველი შეკითხვა ის იყო, რომ ამდენად გასაშვებია მოსაზრება იმისა, რომ არსებობს ეს მოსაზრება და ებრაელს არ ჭირდება ქრისტიანობა, ეს მოდის კათოლიკური ეკლესიის სწავლებიდან, ბოლო კრებიდან, კათოლიკური ეკლესიის სოფლიო კრება, რომელიც მან ჩატარდა 1967 წელს, მიღებული ეს კრების გადაწყვეტილება, უბრალოდ 68 წელს იყო ეს კრება, 68 წელს ჩატარდა ეს კრება და მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა ისე, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ თქვა, რომ ებრაელს რათა ცხონდეს არ ჭირდება ქრისტიანობა. მე ნაწილობრივ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ებრაელს არ ჭირდება ქრისტიანული რელიგია, მაგრამ ებრაელ ადამიანს ჭირდება იესო ქრისტე. ამაში ვეთანხმები და ეს არის ჩემი ისა. და ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ებრაელი მესიანელი იუდეველები ვცდილობთ ვახაროთ ებრაელს, ებრაელი იესო დავანახოთ. და მეორე რაც სახარებებზე არის ორი უთხოვარი ინფორმაცია, რასაც მე ვეყნობი, ანუ მყარი არგუმენტი ეს არის
მათეს სახარება და იოანეს სახარება დაიწერა ებრაულად. დანარჩენები ეს უკვე დაიწერა სავარაუდო დიდი ალბათობით ბერძნულ ენაზე, რადგანაც ბერძნული ენა იყო ძალიან გავრცელებული მაშინელ დროს. მაშასე მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ჩემი დღევანდელი ვიდეო. გთხოვთ, გამოიწეროთ. თუ ახალი მაყურებლები ხართ ეს ვიდეო, თუ გამომწერები ხართ, აუცილებლად მოიწონეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და გთხოვთ. აუცილებლად ვისაც სურვილი გაქვთ ფინანსურად გვერდში დაგვიდგეთ ჩვენი კომენტარების ქვევით. პირველ კომენტარებში არის ზუსტად საბანკო რეკვიზიტები შეგვიძლია გადმოიწყოთ იქთან ხარ. რადგანაც თქვენი ფინანსური თანადგომა ძალიან გვჭირდება ამ ეტაპზე ახლა. ამიტომ მადლობას გიხდით ყველა ჩვენ გამომწერს და ყველა ჩვენ გულშემატკივრებს. და ილოცეთ, მუდამ ილოცეთ ჩვენზე. მადლობა ყურადღებისათვის.